ბრიუსელში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივან anders Fogh Rasmussen შეხვდა. პროტოკოლის მიხედვით შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა და მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრებმაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა და რასმუსენმა ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. ივანიშვილის თქმით, ნატო ქართულ ჯარში არსებული ვითარების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნა საჭიროდ არ მიჩნევს და საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას უცხადებს. მისივე განმარტებით რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებიდან ნდობით მოეკიდება. ადგილზე იმყოფება საქართველოს ელჩი ნატოში გეგამ გალობნიშვილიც. მე შეშფოთება გამოვთქვი იმის გამო, რომ საქართველოს მიერ ნატოსთან და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში პროგრესის მიღწევის პოზიტიური ინტერესი მაქვს. მე ასევე ვთქვი, რომ შესაძლოა ქვეყნისთვის არ იყოს სასარგებლო, თუ ზოგიერთი ადამიანის გასამართლება პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქმება და ამაში ბატონი პრემიერ-მინისტრიც მეთანხმება. ჩვენ ერთობლივად გამოვთქვით ინტერესი, რომ ყველა ასეთმა პროცესმა ჩაიაროს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რომ იყოს გამჭვირვალე პოლიტიკური ჩარევების გარეშე. მე ამას გავუსვი ხაზი და ბატონ პრემიერთან ამასთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. პრემიერმა ისიც კი შემომთავაზა, რომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მექანიზმები შევქმნათ, რომელთა საშუალებითაც მსგავს პროცესებს დავაკვირდებით. ამით ბატონმა პრემიერმა მე დამარწმუნა, რომ მისი მთავრობა ფუნდამენტური პრინციპების ერთგული იქნება და მე ამას ვაფასებ. ის პრობლემები, რაც შეიქმნა რამდენიმე დღის წინათ, ჩემი აზრით დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ წინა ხელისუფლება ხშირად ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების შენობების ნაცვლად ძალიან ხშირად ფასადური გამონათქმებით კმაყოფილდებოდა და არ იყო საკმარისი გამჭვირვალობა საზოგადოებაში და მათ რიცხვში ჯარის შენერთებშიც. მე დავარწმუნე ბატონი გენერალური მდივანი, მადლობა გადაუხადე ამავდროულად დღემდე გაწეული დახმარებებისათვის, რაც მან პირადად და ნატო სტრუქტურებმა გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნისადმი და იმედი გამოვთქვი, რომ მომავალშიც იქნებოდა მსგავსი ხარდაჭერა. ჩვენ კიდევ ახალი გუნდი ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ყველა ქმედება გასაგები იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, გასაგები იყოს ნატოს წევრი ქვეყნებისათვის, გასაგები იყოს ბატონი გენერალური მდივნისათვის. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მიერ სწორედ დემოკრატიის გზაზე განხორციელებული პროგრესი კარგად აისახება ნატოს მინისტერიალზე დეკემბრის დასაწყისში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდება. anders Fogh